გულახდილად გეტყვით. მინდოდა გამეკეთებინა ვიდეო ბლოგი თემაზე როგორ აბოლებს რუსეთის ფედერაცია და მისი სპეცსამსახურები როგორ აბოლებენ საქართველოს პოლიტიკური მმართველი ელიტის წარმომადგენლებს. ბანდის მეთქი გავიმეორებ. როგორ პირდებიან ასე მაგალითად იმას, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დიალოგის დაწყება აღდგენას აფხაზებთან ასე მაგალითად და როგორ შეუწყობს ხელს ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, უფრო ზუსტი რომ ვიყო კონფედერაციის ჩამოყალიბებას საქართველოსა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ანუ სამხრეთ ოსეთს შორის. როგორ ბოლდებიან ჩვენი პოლიტიკოსები, ქართულგვარიანი რუსები, მეთქი ასეც ვიტყვი. ამით და როგორ სწირავენ საქართველოს მომავალს, როგორ ამბობენ უარს ნატო ევროკავშირზე, ოღონდაც კი ეს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, უფრო ზუსტი რომ ვიყო ეს ტერიტორიული მთლიანობა ყალბად აღდგეს, ვინაიდან და რადგანაც როცა მოინდომებს დასუსტებულ საქართველოს რუსეთი უმალ ან მყისიერად წაართმევს დაბრუნებულ ტერიტორიებსაც კი თუ ეს ტერიტორიები შემობრუნდება და დაბრუნდება ერთიან სივრცეში, თუნდაც კონფედერაციის სახით. ფედერაციის სახით, თუ გნებავთ, ასე ვიტყვი, ასეც შემიძლია თქვა. მოკლედ, როგორც სწირავს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მომავალ თაობებს, მომავალი პირდაპირ მნიშვნელობის სისხლის ღვრებისათვის. ინსპირაცია ამ ჩემი ფიქრისა, ამგვარი ვლოგისა მომცა ჩემმა დისკუსია ხმამაღლამია, მოკლედ, აზრთა გაცვლა გამოცვლამ ბექაოდიშარიასთან, ქართული დეპუტატის, ქართული ოცნების დეპუტატი როა იმასთან. თუ აღარც არის დეპუტატი, მოკლედ, ქართული ოცნების წევრ ბექაოდიშარიასთან. რომელმაც მომწერა ისაც მომწერა, ამის თაობაზე წინა ბლოგი ალბათ ნახეთ. და რომლის მონაწერშიც ჩანს ეს აქცენტები, რომ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ვიბრძოლებთ და მოვახერხებთ თუ ყველაფერს გავაკეთებთ და აი ჩანს სიტყვასა და სიტყვას შორის იკითხება, რომ უმალ ყველაფერზე წავალთ მათ შორის ევროატლანტიკური კურსის ღალატზეც კი თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში შეგვიწყობს ჩვენ რუსეთი ხელსო. რაც არის არსებითი კონცეპტუალური შეცდომა და დანაშაულიც კი მეთქი, ასე ვიტყვი. იმ შემთხვევაშიც კი თუ კონკრეტულად ბექაოდიშარი არ არის მიბმული ძაფებითა და ხაზებით მოსკოვზე, გამოვა ან გამოდის, რომ ის მაინც არის რუსული ნარატივის გავლენის ქვეშ. ახლა 3 წუთი ამოიწურა და მე კი არ გადავდივარ იმ თემაზე, რაც უფრო მნიშვნელოვანია ყოველ შემთხვევაში ახლა. ბექაოდიშარიაზე კი არა. ამ რუსულ ბოლზე მე ბლოგს გავაკეთებ საღამოსკენ ალბათ. და უფრო გვიან გავაკეთებ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესებზე ვიდეო ბლოგს. ვფიქრობ საინტერესო გამომივა ერთიც და მეორეც. ახლა უფრო მთავარი ან უფრო აქტუალური საკითხი უნდა მიმოვიხილოთ, გავიღვიძეთ თუ არა და თქვენს გაიღვიძეთ თუ არა, ჩასქროლეთ თქვენივე ტელეფონები და აღმოაჩინეთ უამრავი ამბავი ვრცელდება, უამრავი ცნობა, უამრავი ინფორმაცია, აღმოაჩინეთ რომ თანამდებობა დაუტოვებია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. საოცარი ამბავია, ვახტანგ გომელაური ერთ-ერთი დედაბოზიან ბურჯია ამ ხელისუფლებისა და აი უცებ ამ ვითარებაში იღებს გადაწყვეტილებას თავად ფორმალურად, ასე ვიტყვი, თანამდებობის დატოვების თაობაზე. არა, ბევრი თქვენგანი იტყვის, რომ ბიზინა ივანიშვილმა მიაღებინა ეს გადაწყვეტილებაო და მე ამ ვერსიასაც განვიხილავ, რა საკვირველია, მაგრამ ვიდრე ამ ვერსიას მივუბრუნდებოდე, მანამდე გაგახსენებთ, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ, არასრული თვენახევრის წინ შესაძლოა ოდნავ მეტი, თქვათ 2 თვის წინ, გიორგი თარგამაძემ გაავრცელა საკუთარ დროებაში ან თარგამაძის ფორმულაში ცნობა იმის თაობაზე, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ ვახტანგ გომელაური ტოვებს თანამდებობას. გამოხდა იმის შემდეგ, ასე ვთქვათ, 1 თვე და ოდნავ მეტიც, თვენახევარი, გომელაურს არ დაუტოვებია თანამდებობა და გიორგის წყარო გამოდიოდა, რომ ცდებოდა. ყოველ შემთხვევაში დღესდილამდე. და დღესდილას დადასტურდა, მას რატო გადავადდა გომელაურის განთავისუფლება კი არა წასვლა თანამდებობიდან, სწორედ იმიტომ, რომ გაჟონარა ინფორმაცია გომელაურის შესაძლო წასვლის
ან გარდაუვალი წასვლის თაობაზე, ქართული ოცნების ბანდამ თქვა, რომ ახლა მოდი გადავავადოთ, თვენახევარი არაფერს წყვეტს და თვენახევარში ვითომ არც არაფერი მომხდარაო, წავიდეს გომელაური. მიუბრუნდეთ ვერსიას, ვინ მიიღო გადაწყვეტილება გომელაურის წასვლის თაობაზე ბიზინა ივანიშვილმა? შესაძლოა არ გამოვრიცხოთ. ბიზინა ივანიშვილს ამ ვერსიის თანახმად საკუთარი ბურჯები და საყრდენები გახავს სახელმწიფო ვერტიკალიდან. პირველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი და მეორე არის ვახტანგ გომელაური. ორი ძალოვანი მინისტრი. ორი ძალოვანი. რატომ? იმიტომ რომ ცდილობს რომ არიდოს თავი აცილებინოს მათ თავი შესაძლო სანქციებისაგან. არა, ვახტანგ გომელაური ლილუაშვილისაგან განსხვავებით ისედაც დასანქცირებული იყო. თუმცა მეორე მხრივ ახალი სანქციები გომელაურის თავზე წისქვილის ქვასავით რომ დატრიალდებოდა, ესეც ფაქტია და იქნება და ეს იყოს ერთგვარი სეივინგი, ერთგვარი გადარჩენა მისი. დიახ, თუ თანამდებობაზე არ ახარ, მეორე მხრივ რაც გასანქცირებენ, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში მთლად ასე არ ფიქრობენ ხოლმე, ხშირად ყოფილებსაც ასანქცირებენ, ესეც ფაქტია. ფარცხალაძე ამის დასტურია. ასე რომ გომელაურს წასვლა ვერ იხსნის სანქციებს, მძიმეა სანქციების განმოყენებული ჭრილობები მეთქი, ასე ვიტყვი, მძიმე იქნება თუ გადაწყვეტილებას მიიღებს ვაშინგტონი გომელაურის დასანქცირების თაობაზე. თუმცა ეს მცდელობა რომ არის, რომ სანქციებს დააღწიოს თავი, ესეც ფაქტია. ესეც შეიძლება განხილვა. მეორე მხრივ, რატომ უნდა უნდოდეს ბიზინა ივანიშვილს სწორედ მათიგან თავისუფლება, რატომ უნდა აწყობდეს? იქნება და იმიტომ, რომ ნელ-ნელა მართლაც მწიფდება აზრი იმის თაობაზე, რომ წასულები მობრუნდნენ. არა, რიჟვაძის მობრუნებას არც გულისხმობ ცხადია, არც არავის უნდა რიჟვაძის თანაგუნდელობა. მაგრამ წასულები შედარებით უფრო სერიოზულები ვიდრე რიჟვაძია, მობრუნდნენ და ბიზინა ივანიშვილთან ერთად, ან ბიზინა ივანიშვილის ფარული მხარდაჭერით გააკეთონ პოლიტიკური პარტია. საკმაოდ სერიოზული პირები გამოდიან წასულები. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც იქადნება პოლიტიკაში არ დაუბრუნდებიო, მაგრამ ბიზინა თუ ეტყვის ისე დაბრუნდება, როგორც დაგიბარებიათ. მეორე გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც წავიდა და რომელზეც ამბობენ, რომ ბიზინა მას შემოსწრა იმის გამო, რომ ბაჩიაშვილმა დატოვა საქართველო და ბიზინა ამის გამო ფრიად გაბრაზებულია გრიგოლ ლილუაშვილზეო. ეს ვერსიას განსახილველია, ცხადია, საინტერესოა სულ მინიმუმ და მესამე აგე გომელაური. რომელმაც ფორმალისრულად თავის ინიციატივით დატოვა თანამდებობა. მე ერთ ამბავს კი ამბობთ, ცნობილს ჩემთვის დაახლოებით 2 კვირა პლუს მინუს. აი, როდის იყო ყრილობა ქართული ოცნებისა, როცა ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის გადადგობის შემდეგ აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედაც. აი, ამ პერიოდში გავიგე მე ინფორმაცია ამის თაობაზე, გრიგოლ ლილუაშვილი ეხვეწებოდა არაყრილობაზე არაბეთ ცალკე. ბიზინა ივანიშვილს ეხვეწებოდა შეიძლება ცოტა ხმამაღლა ჟღერს ეს ზმნა, სთხოვდა რომ ამ უკანასკნელს, ანუ ბიზინა ივანიშვილს მისთვის მიეცა უფლება მოსილება ირაკლი კობახიძის პოლიტიკის შეზღუდვის თაობაზე. არა, ამ სიტყვებით რო არ ელაპარაკებოდა ეხლა გომელაური ლილუაშვილი თქვი მანამდე, გომელაური ბიზინა ივანიშვილს ეს ხომ ფაქტია. მაგრამ მოკლედ პირდაპირ მითხრეს, რომ მომეცია ამათი და ამის დაჭერის შესაძლებლობა, უფლებაო, ეუბნებოდა გომელაური ბიზინა ივანიშვილს. სწორია ეს ცნობა თუ არა მე ვერ გეტყვით, მე არ მყავს ბევრი წყარო, ერთადერთი წყარო მყავს, წყაროც არა. ადამიანი, რომელმაც უბრალოდ მითხრა, რომ მე ეს მსმენიაო და შესაძლოა ჭორია, მაგრამ ამ ჭორსაც აქვს საფუძველი გომელაურსა და კობახიძეს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა დააჯილდოვა გომელაური, ერთხელ თუ ორჯერ, ამ გომელაურსა და კობახიძეს შორის მთლად კარგი კეთილი ურთიერთობები არ ყოფილა. მაშასე განვიხილოთ საკითხი ორი რაკურსით განვიხილოთ. პირველი, გომელაური ცდილობს რომ გადაურჩეს სანქციებს და მეორე, ბიზინა ივანიშვილი
უკვე შემდგომ დაეყრდნობა გომელაურს, ლილუაშვილსა და ღარიბაშვილს და რიჟვაძეს მეთქი, ასე ვიტყვი, არა, ამ უკანასკნელს დასაკვირველია არა. რომელი ვერსია სწორი მე ვერ გეტყვით. ამასობაში კი გეტყვით შემდეგ რამეს, რომ იტალიის ხელისუფლება, ცოტა განვავრცოთ თემა, იტალიის ხელისუფლება იცით თქვენს ბევრის არ იყოს მოდის ვიხდი. იტალიის ხელისუფლება რომ კახაკალაძის, მათ შორის კახაკალაძის დასანქცირებას აპირებს, ეს უნდა მეთქვა ახლა, მაგრამ აი 8 წუთის წინ გავრცელებული ინფორმაცია. გომელაურის პოსტიდან წასვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია, ანუ გიორგი თარგამაძის დროება ავრცელებდა ამ ინფორმაციას 13 აპრილს 25 წლისა და მას მდინარაზე ჩაანაცვლებსო, ასე ამბობდა გიორგი და მისი წყარო. და მეც გეტყვით იმას, რომ ვიდრე აღარ მიუბრუნდეთ კალაძეს, მეც გეტყვით იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ამ საკადრო ცვლილების შემდეგ მაღალი ალბათობით შინაგან საქმეთა მინისტრი გახდება სწორედ მამუკა მდინარაძე. ეს ცნობა კარგია რომ გამახსენა ამ წყარომ, ეს ცნობა ინფორმაცია მეც მაქვს. ამით ერთგვარად სრულდება, ან ნაწილობრივზე მეტად სრულდება კონცენტრაცია ძალაუფლებისა ირაკლი კობახიძე რუსის ჰიბრიდული იარაღის საქართველოს წინააღმდეგ მოშვერილის ხელში. ირაკლი კობახიძე სუქდება, სუყდება და უფრო ძლიერი ხდება, ვიდრე აქამდე იყო. ირაკლი კობახიძე ახერხებს მთელი ძალოვანი სტრუქტურების გაკონტროლებას, იმიტომ რომ თავდაცვის უწყება მისია, მისი ხელმძღვანელის ჩათვლით ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე დინარაზე თუ შინაგან საქმეთა მინისტრი გახდება, ხო, მისია და უახლოესი ძმაკაცია, ანრი ოხანაშვილი კი მისია და ანრი ოხანაშვილის მისია არის ჩვენი დანგრევა. ეს ამის თქვა მინდოდა სულ ნახოთ რუსული ხაზი ძლიერდება ქვეყანაში, ისედაც არ გვაკლდა რუსული ხაზი და ხაზები, რუსული გავლენები ქვეყანაში, მაგრამ რუსული ხაზი ძლიერდება, არა იმიტომ რომ გომელაური მაინც და მაინც ანტირუსი იყო, არა, არამც და არამც, მაგრამ არსებობს უარესზე უარესის ცნება და თუ გომელაურის ადგილს დაიკავებს სწორედაც რომ მამუკა მდინარაძე, გარწმუნებთ რომ ესენი კიდევ უფრო მეტ რეპრესიებზე წავლენ, უკვე შემდგომ, როცა აქციები უფრო მძლავრი აქციები იქნება და არა მხოლოდ აქციები, არამედ საერთოდ აქციების გარეშეც კი, ანუ საპროტესტო დემონსტრაციების, მიტინგების, აქციების გარეშეც კი, დინარაძის შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრად უარესი იქნება, ვიდრე გომელაურის არამოსაწონი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო. მაგრამ ეს ხო პროცესია და ვინ ვის ბებერგულში ლახრად მაჩნია, არავით არის სხვა გზა გარდა ამათი დამარცხებისა, ჩვენ უბრალოდ არ გაგვაჩნია. ნახვამდის.